პროტესტის ნიშნად დატოვებული საჯარო სამსახური და მხარდაჭერა ქართულ ოცნებას არჩევნებამდე 4 დღით ადრე თბილისის საკრებულოს წევრები და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ესენი არიან თბილისის საკრებულოს წევრი ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიხიაშვილი, ასევე თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი მიხეილ ქავდარაძე, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ოდიკო ფარქოსაძე. ისინი დღეს კოალიციას ოფიციალურად შეუერთდნენ. მმართველი გუნდის ყოფილი წევრები უკვე მიიღო ივანიშვილმა. მე მინდა მიმართო სხვა საჯარო მოხელეებსაც. ასევე იქნება მათთვისაც, ვინც აგრძელებენ საჯარო სამსახურში დღეს ყოფნას და ვერ ახერხებენ და ვერ ბედავენ, რომ სხვა პოზიცია დაიჭირონ და აირჩიონ. მიუხედავად ამისა, როგორც დღეს, ესე იქნება მომავალში, ესე იქნება არჩევნების შემდგომაც, არ იქნება არც ერთ შემთხვევაში დანაშაული და არც ერთ შემთხვევაში ჩვენ მათ პოლიტიკურ დიაგნოზს და კითხვასაც არ დაუსვათ ყველა პროფესიონალს, ვინც დღეს საჯარო სამსახურით არის დაკავებული და დოლოგრაში მაქვს თუგნება პოლიციაც, სპეცსამსახურებიც, პროფესიონალები, ვინც თავისი გულით განან და სამშობლოს ემსახურებიან, ყველა შეენარჩუნებს ადგილებს და ყველასთვის ღია იქნება ჩვენი კარი და ყველასთან ვითანამშრომლობთ. სიმართლე გითხრათ, ეს ნაბიჯი დიდი ხნის აწონ-დაწონის შემდეგ გადავდგი. მე მირჩენია ჩემი ღირსება დავიცვა და მოუწოდა ყველა იმ ადამიანს და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი არის ნაცმოძრაობაში, რომელიც ამ დატერორებულობაში ძალიან ძნელად განიცდის ამ სიტუაციას და მოუწოდებ ჩემ ამორჩევებს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, რომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და დავდგეთ იქ, რომ ეს სასტიკი და ძალიან მძიმე, მაგრამ უკვე ნიღაბ ჩამოხსნილი ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს.